ნახე რა სილამაზე. სულ გაცოქდე. აჭარიდან ჩამოვედით და ასე შეკრული ბარგი ჩამოვიტანე. ქალებმა ჩამოგვიტანეს ღორჯუმიდან და ერთად ნახოთ რა სიახლეები, აღარც ერთი აღარ გქონდა. მე მგონი რომ რაღაც სიახლეები ასე ჩანს ამ პარკში. ნახე რა ებიქნეს. მე საერთოდ სხვა რამეებია. ნახე ამას წინა. ნახე. ამას უკან არაფერი არ აქვს და მარტო წინა. შეხედე რა სილამაზე. როგორი სარჩულები აქვს. არაჩვეულებრივი ტილოებია, ბუნებრივ საღებავში შეღებილი. ძიმე, ძალიან კარგი. ნახე რა სილამაზეა. რა კაი ფერებია, ნახე გაწყინებული. სილამაზეა, ნახე. შეხედე როგორი ზამბახები დაუქარგავ. ზოგიერთ არა აქვს სარჩული სპეციალურად რომ ნებისმიერ სეზონზე შეძლოს ადამიანმა უფრო გრილად მოიცვას. რა კარგებია. ნახე. როგორი ტიტა დაუხარ. რეიდან ისევ გვექნება, არ გქონდა არც ერთი. ძალიან მომწონს და მიხარია რომ ესეც გამოგვივიდა. უნებრივ საღებავებში შეღებილი ტილო და სატინის სარჩული. ნახე რა ლამაზი ფერებია. ნახე რა ლამაზები ჩამოვიდა. ამაზია. რა კარგებია. როგორ ქნეს ასე ჩქარა 10 დღის წინ არაფერი არ ქონდათ და რომ უთხარი აღარ გვაქვს მოინდომის. ნახე რა სილამაზეა, როგორი სარჩულები აქვს. სატინები. რა კაია. ტილო არის უკრაინული. ცალკე ამბავია აჭარული თეთრი წინდა და მისი ყუთი. ბევრჯერ მიჩვენებია, მაგრამ ეხლა ეჭვი მაქვს რომ ამ ყუთში რაღაცა საოცრებები ხდება, როგორი შეკრული აქვს. 1000-ზე მეტი კილომეტრი გამოიარა ეხლა ამ ყუთმა რომ ჩვენამდე მოვიდეს. სხვათა შორის იქ უკვე თოვდა. რამდენიმე დღის წინ თოვლი იყო. ჯერ მთაში არიან. არც ერთი ორნამენტი არ მეორდება ხალხო. ასე დაამუშავო ძაფი. ასე დართო, ასე მოქსოვო, ასეთი პრუნჭულა გაუკეთო. ნახე როგორი დეტალებია გაკეთებული. ნახე როგორი. არც ერთი, აი 3650 ცალი მithქვამს ეს. შეხედე როგორი მოქსოვია. გეგონება ქარხანაში მოქსოვეს, მანქანით. რაც ეხა თვალში მხდება, პატარა ზომებიც არის, იმიტომ რომ ხალებს იქ აცვიათ ვალინკაში და სამუშაო ფეხსაცმელში და ამიტომ იქ უფრო დიდებს ქსოვენ და ვთხოვე რომ ჩვენ ქალაქის ქალებისთვის უფრო პატარები მოქსოვო. ნახე რა სილამაზე. შეხედე. ან როგორი სასიამოვნოა ხელის შეხება. ეს აჭარული წინდა კიდე ცალკე ამბავია, მთელი ამბავია. ეხლა 3000 ცალი გავაგზავნეთ 3000 წყვილი ლონდონში. და იქ ხმარობენ ლოგინის წინდებათ. ესო გარეთ ჩასაცმელად საცოდაობა, ესო ახლოს უნდა გქონდეს და მე რეკლამაში რომელიც გაუგზავნე მიწერია ათბობს გულს. თითქოს ხო ფეხს უნდა ათბობდეს წინდა, მაგრამ ათბობს გულს. შეხედე როგორ. წინათ აჭარაში ქსოვდნენ ამის ჟილეტებს. ასე კაცებისთვის ბეზრუკავკას ვეძახოდით. რუსული სახელია მე მგონი, ნახე რა სილამაზე. ხო და ეხა ისიც უნდა დავიწყოთ. ამ წინდებს რომ მოვრჩებით ეხლა
ძალიან დიდი შეკვეთა გვაქვს ამას რომ მოვრჩებით. ეხლა საახალწლოდ ბევრი კომპანია გვიკვეთავს თავისი თანამშრომლებისთვის საჩუქრად. ამაზე კარგი ქართული საჩუქარი რა უნდა იყოს. ამ ორგანიზაციების, ამ ფირმების ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ხარდაჭერაა ჩემთვისაც, ამ ქალებისთვისაც, აღიარება, პატივისცემაა და უსაშველოდ მადლიერი ვარ. მოვიდე ახლა სეზონი, აბა ნახე. ეხლა კატალოგიც გამოვა, ეხლა ამ ანდაზების, უზორების მიხედვით, რომ არ დაიკარგოს და შეეძლოს ახალგაზრდებს მერე გაიმეორონ. ეს სულ ძველი ქალებისგან მიღებული ორნამენტებია, მათი შენახული ორნამენტებია. არც ერთი არა ერთნაირი, აი ნახე. მიუდებს სხვანაირია. კიდე მიუდებს სხვანაირია. აი ნახე. ყველა სხვადასხვანაირია, აი შეხედე როგორი. აბა შეხედე. მადლია ხელი შეხება, ჩაცმაც. უკეთესი საჩუქარი, რა ვიცი, არსებობს. ნახე როგორი ყელია. ამას პრუნჭული ქვია. ნახე რა სილამაზე. ამას ჩიტის თვალა, ამ ორნამენტს, ნახე როგორი გაკეთებულია. რა ვიცი, რამდენჯერ უნდა მივიღოთ, ყოველ ჯერზე აღტაცებულიო. ნახე ეს უნდა ვაჩვენოთ, როგორი ნამუშევარია. ამის ყელი ნახე. მე მგონი სულ გაგიჟდა ეს ქალები. ეს იქნება ახლა 80 წლის ქალის მოქსოვილი ან მეტის. სასწაული ყელები აქვს ნახე. რაც ასე מחარებს ახალგაზრდებიც ქსოვენ უკვე. ბებიებისგან სწავლობენ და ახალგაზრდა გოგოებიც უკვე ნელ-ნელა ქსოვენ. აი ნახე. შეხედე როგორი წმინდაა, გეგონება ქარხანაში მოქსოვეს. ნემსის სიწვრილია ჩხირები, რომლითაც ქსოვენ. ნემსის. მათია ჩვენ გვაქვს ლამაზი კადრები იქ გადაღებული, ისიც შეგვიძლია აქ ჩავდოთ როგორ ქსოვენ. კი. ეს ახლა ახალი ამბავია. გამიხარდება თუ მოირგებთ და თქვენც ისე ამოვნებთ როგორც მე.